მე დღეს უნდა დავკითხულიყავი როგორც მოწმე და ხო ის საოცრება აღარაფერია მათგან საოცრება, მაგრამ მაინც მათ ჩემი დაკითხვაც არ მოისურვეს და ჩემი ისა გამოკითხვაც მოკლედ ცნეს უდაბოდ. შესაბამისად მე უნდა მიმეცა ბოლოს უკვე სულ ბოლოს სიტყვა უნდა მეთქვა, როგორც დაზარალებულის უფლებო მონაცვლეს, რომელიც გათვალისწინებული იყო ბრალის წარდგენის დროს სასჯელის შეფარდებისთვის. და ეს ამბავი მე გავიგე წუხელ ძალიან გვიან, ამიტომ ვითხოვე რომ მოსულიყავი დღეს, ბოლოს არ ყოფილიყო ბოლო დღეს ჩემი ეს იყო გაჟღერებული, მოვედი დღეს და მოუწევს მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა. შევუკვეთე ხოლმე სახელმწიფოს, შეკვეთით რომ ბიჭერმა ტკიკინიან ბავშვებს არ აინტერესებდათ ჩემი მოსმენა, არ აინტერესებდათ ნიაიმინაძის მოსმენა. ნიაიმინაძე არის გოგონა, ვინც ჩემი შვილი ჩააწმინა მიწაში და ვინც ეს არასრულწლოვანი გაუშვა ციხეში. გოგონას, რომელსაც სექსუალურად ავიწროებდა ჩემი შვილი თურმე, არაფერი არ ქონია სათქმელი სასამართლო პროცესთან. ყველა ადვოკატს კითხეთ, რატომ არ აინტერესებდათ ეკა კუპატაძის აზრი, ნიაიმინაძის და სხვა დანარჩენების, თვალზე დავადუღებ.